الحمد لله الحمد لله الحمد لله نحمده ونستعينه ونستغفره ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله اللهم صل وسلم على سيدنا محمد وعلى آله وأصحابه أجمعين أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في كتابه الكريم أعوذ بالله من الشيطان الرجيم بسم الله الرحمن الرحيم إن الذين آمنوا وعملوا الصالحات كانت لهم جنات الفردوس نزلا صدق الله العظيم وقال رسول الله صلى الله عليه وسلم في الجنة ما لا عين رأت ولا أذن سمعت ولا خطر على قلب بشر صدق رسول الله فيما قال أو كما قال ძვირფასო მორწმუნეებო ადამიანი სააქაო და საიქიო ცხოვრებისთვის გაჩენილი არსებაა სააქაო ცხოვრება დროებითი წარმავალია ხოლო საიქიო მარადიული ჩვენ ამ ქვეყნად გარკვეული დროით ალლაჰის მიერ განსაზღვრული ვადით მოვდივართ გარდაცვალების შემდეგ ვტოვებთ სამყაროს ანუ ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან იმ ქვეყნიურში გადავინაცვლებთ როგორც ყურანშია ნაბრძანები ყოველი სული სიკვდილს იგემებს და ბოლოს ალლაჰთან ვიქნებით მიბრუნებულნი ესე იგი ალლაჰისგან მოვდივართ და კვლავ ალლაჰს უნდა დაუბრუნდეთ რასაკვირველია საიქიო ცხოვრება დამოკიდებული იქნება იმაზე თუ სააქაო ცხოვრება როგორი გქონდა ვინც რწმენით იცხოვრა ღვთისმსახურებით გამოირჩეოდა და სიკეთე აკეთა ისინი სამოთხის ბინადარნი იქნებიან სადაც დარჩებიან სამუდამოდ ხოლო ურწმუნოებს წილი არ ექნებათ იმ ქვეყნიური ნეტარების და ჯოჯოხეთით დაისჯებიან უზენაესი ალლაჰი ბრძანებს რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი აი ეგენი არიან სამოთხის ბინადარნი და იქ დარჩებიან სამუდამოდ ვისაც ავისაქმე მოუხვეჭავთ და თავიანთი ცოდვა გარშე მოურტყამთ აი ეგენი არიან ცეცხლის ბინადარნი და იქ დარჩებიან სამუდამოდ ძვირფასო მორწმუნეებო სამოთხე მორწმუნეთათვის აღთქმული წყალობებით იქნება ახსავსი ეს არის საიქიოში სამარადისო ჯილდოს ადგილი სადაც უთვალავი წყალობებით მოსილი უკიდეგანო ბაღებია განლაგებული ვინც გახდება ღირსი და იმკვიდროს სამარადისო ადგილის სამოთხეში იგი უამრავი წყალობით იქნება დაჯილდოებული დიახ სამოთხეში არსებულ წყალობებს არასოდეს ექნება დასასრული თუმცა სამოთხეში როგორც მარადიული ჯილდოს ადგილში დამკვიდრება სათანადო ქცევებს მოითხოვს თუ კი დავფიქრდებით რომ ამ ქვეყნიური მცირე სარგებლის მისაღებად რამდენი ჯაფა გჭირდება სამოთხის დამსახურებისთვის უფრო მეტი გარჯა და ძალისხმევა საჭირო გარჯა სამოთხისთვის გულისხმობს გულწრფელ წმენას წმენის მიხედვით ცხოვრებას და კეთილი საქმის კეთებას სამოთხე იმაზე მეტია ვიდრე ის რასაც ვკითხულობთ ან გვესმის ეს არის ენით აღუწერელი სილამაზის ადგილი
რომელიც აღემატება ყველაფერს, რისი გაგებაც ჩვენს გონებასა და წარმოსახვას შეუძლია. ჩვენი აზროვნება და აღქმა ვერასდროს წარმოიდგენს სამოთხის წყალობებს ისე, როგორიც არის სინამდვილეში. ჩვენი აღქმა შემოიფარგლება იმ ზომითა და რაოდენობით, რომელიც ამ ქვეყნად მოგვენიჭა. ამიტომ იგი ცნობიერებისა და გრძნობის თვალსაზრისით საკმაოდ მწირია. შესაბამისად, შეუძლებელია სრულებით გავიგოთ ფიზიკური არსებობის მიღმა არსებული საგნების რეალობა. რაც შეეხება ყურანითა და ხადისებით მოწოდებულ ცნობებს სამოთხეში არსებული კოშკების, სასახლეების, იქაური ახალგაზრდობის, ოქროსა და ვერცხლის, მდინარეების, მცენარეებისა და მათი ნაყოფის შესახებ, არც ერთი მათგანი არ ჰგავს ამ ქვეყნიურს, არც მათი სახეობებით და არც მათი მსგავსებით. ებუ ჰურაირას მიერ გადმოცემული ხადისი ყუდსის თანახმად, შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვესალამ გვამცნო. ყოვლის შემძლე ალლაჰმა თქვა, სამოთხეში ჩემი გულწრფელი მსახურებისთვის მოვამზადე ისეთი წყალობები, რომლებიც არც ერთ თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და ვერავის ვერ წარმოუდგენია. სამოთხის მიწა ზაფრანის, კენჭები მარგალიტის, ხოლო მისი ზედაპირი სურნელოვანია. არც სამოთხის წყალი ჰგავს მიწიერ წყალს, რამე თუ სამოთხის წყალი რძეზე უფრო თეთრი და თაფლზე უფრო ტკბილია. სამოთხეში წყალობები კი არასდროს გამოილევა. როდესაც სამოთხის მკვიდნი მოისურვებენ ამა თუ იმ საკვებს, ის მაშინვე დაიდგმება. დედამიწაზე არსებული ნებისმიერი ხილის, ბოსტნეულის და სხვა საკვებისაგან განსხვავებული იქნება. ამ ქვეყნად ზაფხულში მზარდი ხილი ზამთარში არ გვხვდება და ზამთარში მზარდი კი ზაფხულში, თუმცა სამოთხეში სეზონების ასეთი განსხვავება არ არსებობს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს. და ყველანაირი ხილი აუარებელი არც გამოილევა და არც აიკრძალება. ჰეი მსახურნო ჩემო, შიში არ გექნეთ დღეს და არცა დამწუხდეთ თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ ჩვენი აიათები და იყავით მუსლიმები. შედით სამოთხეში თქვენ და მეუღლეები თქვენი, სადაც ნეტარი იქნებით. დაგარს ეხვევა მათ სინები და თასები ოქროსი და იქა, რასაც ისურვებენ სუნლი და რითის დატკვებიან თვალნი. და თქვენი სამუდამოდ დამკვიდრდებით, აი სამოთხე, რომელიც დაიმკვიდრეთ იმის სანაცვლოდ, რასაც აკეთებდით. ხუთბა კი შემდეგი აიათით მინდა დავასრულო. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, ქმნეს კეთილი საქმეები, დადგნენ ლოცვად და გაიღეს ზექათი, მათთვის საზღაური თავიანთ ღმერთთანა და არც შიში ექმნეთ და არცა დამწუხდნენ ისინი. ელა ინნა ახსანალ კალამი ვა აბლაღან ნიზამ კალამუllahil melikil azizil ghallam كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وأنصتوا لعلكم ترحمون بسم الله الذين